მოვამზადოთ სეზონური და ძალიან გემრიელი ატმის კრამბლი. ავწონოთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში, შემდეგ კი დავიწყოთ ცომის მოზელვა. ინგრედიენტების აწონვაში ტესლას სამზარეულოს სასწორი დამეხმარა. გჭირდება ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, ვანილი, კარაქი და 1 კვერცხი. ტესლას სასწორად შეგიძლიათ ასევე აწონოთ სითხე, იდეალურია სამზარეულოში და ძალიან პრაქტიკულია. კარგად მოზელილი ცომი შეგიძლიათ გადაახვიოთ შემდეგ პლასტიკში და მოათავსოთ 9 საათით მაცივარში. ამასობაში კი უნდა მოვამზადოთ ფხვიერი მასა, გჭირდებათ შაქარი, ფქვილი და კარაქი. ცომი ამოვაკრათ ფორმაში ისე როგორც ვიდეოში ხედავთ, გავთავოთ შემდეგ ატამი, დავჭრათ კუბიკებად, ძალიან წვრილად არ დაჭრათ, რადგან ფაფასავით გახდება და მოვათავსოთ შემდეგ ფორმაში ჩაფენილ ცომში. მოვაყაროთ ზემოდან ჩვენი ფხვიერი მასა და შევაბრძანოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე. თბილ-თბილს ზემოდან დაადეთ ვანილის ნაყინი და მიირთვით გემრიელად.